გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მომღერალი თამუნა ამონაშვილი დედა გახდა. ტყუპები იონა და მელანია 3 თვისანი არიან. ექსკლუზიურ ინტერვიუს ბედნიერ დედასთან პრაიმ თაიმი დღეს შემოგთავაზებთ, სადაც თამუნა ამონაშვილი ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ. რუსთავი 2-ის რეალიტი შოუ ჰაუსში მთელი კვირა მძიმე დაპირისპირებაა. 3 მონაწილემ წითელი ხაზი გადაკვეთა. პროექტის გადაწყვეტილებით მათ სანქციები დაუწესდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა აუთსაიდერის სკამზე იქნებიან, ლორენცოს და ბონდოს 3000 ხმა, მარიამს კი 1000 ხმა ავტომატურად ჩამოაკლდებათ. ესპანეთში უცნაური შემთხვევა მოხდა. ქალი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ სამუშაო ადგილზე 30-40 წუთით ადრე მივიდა. კალიფორნიაში ოჯახმა 5 წლის წინათ დაკარგული ძაღლი სახლიდან 3000 კილომეტრის მოშორებით იპოვა. ლეკვი სახელად ჩოკო, რომელსაც ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, ცხოველთა თავშესაფარში ღობეზე მიბმული იპოვეს. ჩოკო უკვე ოჯახშია. საქართველოს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება. ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.